გამარჯობა. მოვედი. არ ვიცი ვინ მელოდებით, ვინ არ მელოდებით, ვინ როგორ მელოდებით, მაგრამ მე მოვედი და რატო? ესა. ვაიმე დაჯერანა ეხლა მართლა დაჯდა დასკამდი. ვაიმე მოკლე კაბა მაცვია და არ გამოვდო კალგოთ ამ ჭილის სკამებს. სალამი და გამარჯობა ხალხო. მოვედი და უცებ თავში აზრად მომივიდა და თავში დამარტყარო. მოდი ვიდეო ჩავწერო სერიიდან რა ვიყიდე. სერიიდან თუ სერიალიდან, სერიიდან. ხო და ეხლა ვიყავი წასული იქით დიდ სუპერმარკეტში. ჯვარს მაცვა ამ ჩემ აქ ვარმა რომ ადრე რომ ვიყიდე პარმიჯანოს კრემი, პარმეზანის კრემი. ძალიან მოეწონა. ხო და ძვირი ღირს პარმეზანზე რაში გაინტერესებს რამდენი ღირს ახლა ვითობა და ცხოვრებასა ზოგავს რა ვითომ. ხო და ესა რა ქვია წავედი. დილას აცხად ეგრო გაემზადა მეც უკვე მზად ვიყავი არ დაველოდები. მე ძირითადად ველოდები ხოლმე რომ გავიდეს და მე ვემზადები და მე გავდივარ, მაგრამ არა. ჩემთან ერთად გამოდიხარო და არა მეთქი მოთხარი შენ გამოდიხარ ჩემთან ერთად. ისე რა ხუმრობთ ხოლმე. ხო და არც ხელები არ დამიბანია და არც არაფერი არც არის საჭირო რომ დავიბანო ეხლა თევზეული უნდა გაჩვენოთ. ხო და ეხლა უნდა გაჩვენოთ რამდენი იხარჯება სუპერმარკეტში. ანუ ნახოთ. რა მოვიტანე და რამდენი წავიდა და რამდენია რაოდენობრივად. ხო და გაჩვენებთ მაგას. ეხლა რა შეეხება ერთი კომენტარი ირმამ დამიწერა. ჩემი ერთგული გამომწერი ირმა. ნანაო, მაგ გათბობას რო ჩართავთო, ცენტრალური გათბობა არა გაქვთო, რო ჩართავო, გამორთავო, უფრო ცუდი არ არისო, ჩვენო ხელოსან მოგვითხრაო, უფრო მეტი იხარჯებაო. და ნოემბერში რო ჩართავთო, გაზაფხულამდე ჩართული გვაქვს. არ ვიცი ხალხო, თქვენ რამდენ სიხდით, რა ღირს საქართველოში დენი და გაზი, მე წარმოდგენა არ მაქვს. აბა დამიწერეთ ვინმე, ვისაც გათბობა გაქვთ, მუდმივად ჩართული, ანუ დღე და ღამე თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი მთელი დღე, რამდენ სიხდით. ჩვენ გათბობას ვრთავთ გაზზეა, რა თქმა უნდა, კალონკა გაზი, მაგრამ დენიც ხო იხარჯება, იმიტომ რომ დენზეა ჩართული, კალონკა ისე არ იმუშავებს, თუ დენი არ იქნა, ხო? ორივე იწვება. მაგრამ მე არ ვიცი თქვენ, მე გეტყვით ეხლა, ჩვენ როცა ცივა, დილით ხანდახან ვთავთ, დილით ეხლა თუ გავდივართ ორივენი, მემზადებით და გავდივართ, მაგრამ თუ ჩერდებით 1 საათი ვთავ. მერე საღამოთი ვთავ, თუ ცივა 4 საათი, თუ ისე რა და არა ცივა 3 საათი. ძირითადად საშუალოდ ვიანგარიშოთ 3 საათი. ეხლა ძალიან სიცივეები რო იყო წინა ერთი კვირა, მაშინ ვთავდით 4 საათიც, 5 საათიც, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ჯერ ერთი რო დღე და ღამე რო ჩავრთათ, ვერ დავიძინებ, შანსი არ არის, ვერ დავიძინებთ, ისე ეცხელებ. ან უნდა პროსტინით დავიძინოთ, რა ქვია, თხელი იმით, საბანი შანსი არ არის. ხო და რა შეეხება, მაგას თავი დავანებოთ ეხლა თბილება და იული მოკლესახლებიანით, მაგრამ გადასახადი იცით რამდენი მოვა? ეხლა როდესაც ვრთავთ 3 საათი და არ ვიყავით სახლში ეგერ 2 კვირა და წინა თვეებში მაინდამაინც არ აციოდა და 2 საათი ვრთავდით, 3 საათიც არ ვრთავდით, მოვიდა გადასახადი 157 თუ 18 евро. მე არ ვიცი თქვენთან რამდენი გადასახადი მოდის, ან როგორ იხდით და როგორ. ჩვენ რო ეს ჩავრთათ მთელი დღე, ხო? ჩემი ქმრის პენსია წავა იქა. თლიანი. იმდენი მოვა გადასახადი, იმიტომ რომ აი ჩემთან გოგო რომ მოდის, ხო, ისინი რთავენ ცოტა დიდი ხანი, ცოტა, სულ კი არა დღე და ღამე არა. დღე და ღამე ვინ ჩართავს როგორ, ვერა. ისინი რთავენ ცოტა დიდი ხანი, არ ვიცი 5-6 საათი და იძახის რომ მოუვიდა მოსდის გადასახადი 600 евро. ხო და ეხლა
როგორ გითხრათ მე თქვენ რომ და ამბობდა რომ უნდაო ისა გავთიშოვო გათბობაო და კონდიციონერები უნდა ვიყიდოო და დენზე ისინი ის უფრო ნაკლები ჯდებაო, მის ნახევარი ჯდებაო, ესე ამბობენო და კონდიციონერებს ერთხელ ვიყიდიო დავაყენებო და მე იმით გავთბებითო, მაგრამ მე მაგალითად კონდიციონერით გათბობილი ძალიან მეჯავრება, აი ძალიან თავს მატკიებს, გინდა სიცივეში ძვლებს მატკიებს, ზაფხულში როცა მომწონს სიგრილე, მაგრამ ძვლები მტკივდება და ზამთარში კიდე თავს მატკიებს. მოკლედ ეგ გითხარით რა თუ ვინმე რითითებებით და საქართველოში რა სიხდით გათბობაში. იმიტომ რომ მე როცა საქართველოში ვიყავი, შეშას ავყიდულობდით და შეშის ფეჩი გვედგა, ნუ ბალღობაში და კომუნისტების დროს არა, მე ფეჩი არ მინახია როგორ იმთებოდა გათბობაც აქ ქონდა კორპუსში, მაგრამ დენის პლინის იყო კამფორა რაღაცა ქონდა, იმით ავთბებოდით. მაგრამ როდესაც ეს ქვეყანაირია და რამე შეშას ვყიდულობდით დიდი მანქანით, რავი, რა ღირდა 250 ლარი ღირდა 300 ლარი ღირდა რაღაცას დიდ მანქანას ვყიდულობდით. მერე მიგვაკლდებოდა ხოლმე გაზაფხულისკენ და ტრანგალიტკებით ავყიდულობდით ხოლმე კიდე შეშას. ან კიდე პატარა რეისი, რავი როგორ იყო აღარ ვიცი, მაგრამ ნუ ეგრევ ვთბებოდით. ხო და ეხლა მაინტერესებს ვინც გაზეთებებით, გაზის გამათბობლები გაქვთ და დღე და ღამე ჩართოთ, რამდენი მოდის გადასახადი, იმიტომ რომ აქ ხო იყო ძვირი, მაგრამ ეხლა ძალიან დაცვირდა. აჰა, გითხარით, ვერ ჩავთათ ჩვენ მასე თელი დღე. ნუ არც არის საჭირო ეხლა მაგალითად, აი ეხლა რო გრილა ეს დღეები 9-10 გრადუსია სითბოდა რა, ეხლა თუ მოთოვა და მოყინა ჩავთავთ აბა მაგრამ ჭირშვისე. ეხლა გავაგრძელოთ რა ვიყიდეთ. ერთი უცბაშად. რა მარწყვი და 9 კილოში მივეცი, ეს ჩემი მატრაკვეცობა იყო. ჯერეთი იმიტომ რომ მე შემიძლია მივირთვა მარწყვი და მეორეც კიდე ინოჩენტეს უნდა სალათი ხოლმე მაკედონია. მარწყვი 9 კილო 6 ევრო 5.90. ეს მარწყვი ვიყიდეთ. მერე ეს ჩეკი შეგვიძლია სარფი გავიკეთოთ. მერე რა ვიყიდეთ? ეს ვიყიდე ჩემთვის ფიოკიდი ლატე ქვია. შიგნით არის რძეში დევს, ცოტა რძეა თუ ნაღებია თუ რა არის, არ ვიცი და შიგა დევს ისა, არცა ჩანს ეხლა ყოზი არ მომიტანია. მოცარელას პატარა ბურთულები. მოცარელასი არა, უფრო ხაჭოს. ხაჭოს პატარა ბურთულები და ამას ქვია ფიოკიდი ლატე. რძის ფანტელებიო, ხო, აი ეგრე ქვია და პირველად ნახე ესეთი დაბალი შაქრის შემცველობა აქვს, დაბალი საერთოდ 4-5 აქვს ხოლმე 100 გრამზე და ამას 2 აქვს თუ 2 და რაღაცა და ჩემთვის ვიყიდე ეგი. ტუნა, თინუსის კონსერვი, არ ვიცი ამას წინათ ძალიან არ მოეწონა ჩემქმარს გადამაყრეინა, მე მინის ქილებში ვყიდულობდი დიდი ფილეები რო დევს იმას და ეხლა ისევ ეს გამოვიყოლე, იმიტომ რომ ის უნდა გავაკეთო, ხახვის პეროგი და მჭირდება. ღორის ლონძა, თხელი ფირფიტები, შეიკა თუ რაღაცა რო ქვია, ლონძა ყველაზე გამხდარი ადგილი. აი. რამდენი ფირფიტაა და 2, 4, 6. 6 ფირფიტაა, წონას გეტყვით მე თქვენ, რომ პირნათლები ვიყოთ. 252 გრამი, 11 ევრო ღირდა კილო და 200 რაღაცა გრამი, ეს იყო 2.64 ცენტესისა, 2 ევრო და 64 ცენტესი. 2 ცალი ცომი. ვაი. მზად ცომი, ფხვიერი ცომი არის იმ ხახვის პეროგი. აი ისევ დამავწყდა, ჩემთვის მინდოდა ნაყინი და მინდოდა კენკრა, გაყინული კენკრა და წუხელ რაც მქონდა გაყინული კენკრა, გავაკეთე მურაბა დამატკბობელით. კარაქი ლაქტოზას გარეშე აღარ მქონდა. დღეს ინოჩენტეს მეორე თავი კერძი რა გინდა მეთქი და ხაჭო არის ესა ლაქტოზას გარეშე ხაჭო და იმდენ შაქარს მიატანს, რომ ხაჭო კი არ არის, შაქარია ხოლმე. ეს მთავარი გმირი რისთვისაც წავედი. ეს პარმიჯანოს კრემი და 30 ევრო ღირს კილო და
მიფხიკა მოფხიკა ამ ბიჭმა შეიძლება ორო სუნთელი მოქცეო და ჰა მომეცი თქო უთხარი და ესა აბა უთუნო ეხლა ვერც თიც ვერ გავილოკავ და ვერც ვერაფერი იმიტომ რომ არა მაქვს ხელები დაბანული და ძალიან გემრიელია ხო და გამოვიდა 200 გრამი 6 ევრო ეს იყო მოკლედ და კონკრეტულად ეხლა თევზი ხო კვირისთვის კვირას ვიფიქრე რომ სადილი რა იქნება არ ვიცი თქო და ყოველ შემთხვევაში წამოვიღე ყბა ღორის ყბა რომელთაც კეთდება ამატრიჯანა აი ესეთი არის ესა ეგეთია ამას დავჭრი წრილ ზოლებად ტაფაზე დავა ხიწიწებ მოუბრაწავ მე ამას ამოვიღებ და იმ ცხიმში გავაკეთებ ჩავასხავ პამიდორს და არაფერი არ უნდა ცოტა ნიორს უკეთებ ხოლმე არ უნდა მაგრამ მე უკეთებ ხახვი არ უნდა არაფერი არ უნდა მე მოიხარშება მაკარონი და აერევა იმაში და გამოვიდა ბლუდა ეს ბეკონია ну რა გინდა თუ გაცნობთ რა ბეკონია ბლომად ვიყიდე ბეკონი იმიტომ რომ ის რაც ამის წინ ვიყიდე გუშინ საღამოთი გავიხმარე თუ როგორ ვთქვა გამოვიყენე ზუკინა გამოვატარე ღუმელში ზუკინა დავჭერით ხლად და ღუმელში გამოვაცხე და მე ამით გადავახვიე და მე ისე ღუმელში შევაგდე მოკლედ და ეხლა ბადრიჯანი უნდა გავაკეთო ამით აჰა ეგენი ვორჩ დარჩა თევზი ეხლა თევზი ხო და თუ ენდომება ჩემ ქმარს ხორცის ბაზაზე კვირა იქნება ამატრიჯანა ეგა თუ ენდომება თევზი მაშინ უნდა გავაკეთო თევზის რაგუ ეს იქნება კარალევსკი კრევეტკები რა ქვია სამეფო კრევეტებს რა ქვია ხალხო ეხლა ეგ დავავიწყდება კრევეტები ქვია რავი არ ვიცი რა ქვია რა გაჩვენი შეგაიდე ხო და ვიყიდე ესა ეს სამეფოები დიდები მაცანკოლეც ვიყიდე მე რომ მიყვარს ისა მაგრამ ეს ვიყიდე კვირი აი ეს არის ოქრო ეს არის ოქრო და ეს მინდა რომ გავაკეთო პამიდორში კვირას თუ ენდომება და მეუთხარი ამ ბიჭს რომ ეს მარტო მეთქი ცოტა ძაფი გემოა და რა შეურიო მეთქი და შეურიეო სეპიებიო აი ესენიო აიცაც ხო და მე კაი გამოვაო და კაი მეთქი უთხარი დაგიჯერებ კარგი ბიჭია ისა რა გინდაო ქალბატონო არ ვიცი მე რა ყოველს არიციო აი ეს არის სეპია მოაბრუნე ნანა როგორ ეს უკვე გასუფთავებულია ზათარი და ესენი ვიყიდე და ამ კრევეტებს ხო კრევეტები ქვია გამბერონი კრევეტებს და სეპიებს ერთად გავაკეთებ პომიდორში ეგ ვიყიდე ხვალე თუ ენდომება ჩემ ქმარს ამასა ქვია ფრიტურა მისტა შერეული შესაწველად შერეული თევზები და მე მარტო ორნაირი ვიყიდე და ეს იყო აი ეს მე კი ხეკს ვეძახი და აქ ძალიან ძვირფასი თევზი არის ისა ვაი მე და ეხლა ამის სახელი თუ დამავიწყე კარგად არის ჩემი საქმე მერლუცო ესაა მერლუცო ახალია ესენი არ არის გაყინული და გამღვალი ახლები და ეს არის ტრილე რომელსაც ქართულად ქვია ბარაბულკა ეგ ქართულად არა რუსულად და ქართულად არ ვიცი ბარაბული ესენი ვიყიდე კიდო ესა და ეს ჩემი სიყვარული ინოჩენტე ეგრე ეძახის ის რაღა ხო ეს ჩემი სიყვარული არის გეგმა არა მაქრო რა ქვია მაგას სუში გავაკეთო არა მაქვს გეგმაში მაგრამ შევწოვ და ისე მივირთმევ მომწონს ეს კიდევ არის ესა
ეს იმ კრევეტების ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილია და სხვათა შორის ძალიან კარგი ახლებია. აი აქ რო წითელი ის აქ, მაშინ არის ახალი. წითელი თუ ყვითელი, სადაც ქვირითი აქვს მოკლედ. ეგრე. ეს არის თევზეო. ეხლა გავიმეოროთ დავალება. ხაჭო, ეს ფიოკიდილატე 2, მარწყვი, 2 ცომი, კარაქი, ეს 200 გრამი ხორცი, თინუსი, პარმეზანის ისა, კრემი, ბეკონი, 200 გრამი ბეკონი, 1, 2, 3, 4 ნაირი თევზი და ყბა, გვანჩალე. ეს ვიყიდე. ეხლა რო თქვათ, ცუდი ნაყიდობა არ არის. ანუ იმის თქმა მინდა რომ საჭმელი არის. ადამიანმა რომ 2-3 სულიან ადამიანისთვის არ აუჭირს ვიტყოდი. იმიტომ რომ რძის პროდუქტი არის, ყველი არის, ხორცი ცოტაა, მაგრამ ხო არის, თევზი არის. ეს თევზეული ზღვის პროდუქტები არის, ხილი, მარწყვია და რა გადავიხადეთ. ჩვენ აქ ღმერთო შენ მიშველე. აი აქამდე არის ისა, რაც ვიყიდე და დანარჩენი არის ქულები, რავირები, კარტათი გადავიხადე და იმიტოა ისა და მერე ის 8 ევრო ნაკლი, არა, ეხლა 7 ევროა. და გადავიხადე ხალხებო 53 ევრო და 75 ჩენტეზი ხლა გამოჩდება მან ყვილა გაჩვენებთ. ნუ 54 ევრო. 54 ევრო. ეხლა თქვენი ჯერია დიაგნოზი დაუსვით, ბევრია თუ ცოტა, არ ვიცი. ცოტათი ბევრია. ცოტა არ არის, როგორც გაქნეული ფული, ცოტა არ არის, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ აქედან მე კვირის სადილი მაქვს, ხვალე მეორე თავი კერძი მაქვს, დღეს მეორე თავი მაქვს და კიდე რამეები მომრჩება კიდე სხვა რამის გასაკეთებლად. თლიანობაში ჩავთვალოთ, რომ ზარალი არ არის რა, არ მიზარალია. ხო და რავი, კიდე თქვენ დაუსვით დიაგნოზი, თქვენიც ეხლა. ეხლა მე ავეგდები თუ ავეთრევი, ეხლა შემოვედი, ღია მქონდა, აქეთაც, იქითაც, აქ დავკეტე, იქით ისევ ღიაა, რო გავდივარ დილით, რო ავდგები, ჯერ საძინებას ვაღებ და ვანიავებ, სანამ ვემზადებით. მერე იქ ავკეტავ და აქეთ ვაღებ, იქით აქეთ. სამზარეულო და მისაღებს ვაღებ და გავდივარ და განიავდება, მოვდივარ სუფთა ჰაერია. ხო და აი ქუჩაზე ვართ გადაკიდებულები და რამდენად სუფთა ჰაერია, იქ კიდე საკითხავია, მაგრამ ნუ არ აუჭირს. ხო და ასე შემოკარგებაა. აი მე დედა, ხელები. ფრთხილებს ნუ იტყვით, თუ ეხლა ვინმე საზრი გაგიჩნდებათ და მე ნუ ნაბავ ნანა თვალებს ეხლა ისა როგორ დადიხარ, როგორ გახვედი ასეთი ფრთხილებით. კარგად გავედი, გადასარევად სუმკიდია. ეგ იმ სერიიდან არის, აი ბევრამეს რო ყურადღებას საერთოდ აღარ ვაქცევ და რა ქვია, რელატიურია ეგ ყველაფერი, ვინ რა სიტყვის და ვის რაში მე ვიყო კარგად და მაგას დავეძებ ეხლა მე. დავჯდები მე დღეს საღამოთ ჩემი გვარ წავა სამღერლად, მე რა ვიცი თუ გავედი და გავისეირნე ხო კარგი, თუ არა და დავჯდები და კარგად მოვიწესრიგებ ხელსაც და ფეხს. არა, ფეხი მოწესრიგებულია. ხო და ეგრე. არა აქვს მაგას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. ისეთი რამით, რაც სატანჯი არ არის, თავს რატო ვიტანჯავთ? ადამიანები თავს ვიტანჯავთ ყველაფრით. პლასტიკური ქირურგიით, აი რო სიბერი არ დაგვეტყოს, ნაოჭი არ უნდა გეტყო. რატო არ უნდა გეტყობოდეს? ნაოჭი იყოს. მაინც გეტყობა ასაკი, მაინც გეტყობა რომ იმასავით ნიღაბივით აგაქ სახე აფარებული, მაინც გეტყობა რა მნიშვნელობა აქვს? გადატკეცილი იქნები თუ მთავარია ადამიანი კარგად იყო, ჰარმონიაში იყო შენ თავთან თორე. იმდენი ვიცი მე რომ ყველაფერი გაკეთებული გადატკეცილი აქვს, მაგრამ ვერ აგრძნობს თავს კარგად. ესა რა ქვია, აი ეს კრემები ხო სკროლავ და რო წავაწყდები ამ გოგოებს, ახლა ძირითადად ახალგაზრდა გოგოებს რა, ხა ასაკში რო ქალს მიხედვა უნდა და ცოტა ხელის წაკვრა უნდა, რა თქმა უნდა, რატო არა და
პატარა ახალგაზრდა გოგოები რო არიან 20 და 25 წელი და 30-მდეც რო არ არიან, ხო? და ვიდეოებს წერენ სახის მოვლის. ანუ როგორ უნდა დაიტანო, როგორ უნდა გაიწმინდო და ამ დროს რო გაიწმინდავენ ამ სახეს დროც არაფერი არ უსვიათ და სავსე არიან ამ იმპერფექციონი, რა ქვია, სავსე არიან პრიშიკებით, გამონაყარით, სავსე არიან ლაქებით, იმიტომ რომ უკვე კანი აქვთ აი მოღლილი, დაუძულურებული, ხო და საერთოდ მე აღარ მინდება რომ თავს მეუვარო როგორც ისინი ულიან, ერთი კრემი, მეორე კრემი, ერთი შრატი, მეორე შრატი, ერთი ისა ვიტამინი C ყველაფერი ხო სისულელია, არაფერი ვიტამინი C არ შეიწოვება კანიდან, საერთოდ დიდი სისულელია. ნუ იყოს. მარკეტინგი მუშაობს მაგრად. ხო და კანს საერთოდ არ შეუძლია ორ პროდუქტზე მეტის როგორ ვთქვა, შესრულება, ათვისება, ანუ შეშრობა არა, ერთს რო დაიტან, მეორე და всё, მერე რაც გინდა დაიტანეთ, გადაყრილი არაფერი შანსი არ არის. მე კი არ ვამბობ მაგას, კაცო, ვინც ჭკვიანია და ნაკითხი მაგ საქმეში და კომპეტენტური ის ამბობს. მაგრამ ადამიანებზე ხო არის გათვლილი, ჯერ ამით გაიწმინდეთ, მერე ეს ჩამოიბანეთ, მერე ეს ზეთი დაიტანეთ, მერე ეს დამატენიანებელი დაიტანეთ, ამ დამატენიანების მერე C ვიტამინი დაიტანეთ, იმის მერე დაიტანეთ, ეს უნდა დაიტანოთ. ეხლა ღრმადეტენიანება უნდა დავიტანოთ, ეხლა მკვებავია და ხალხო, დაოკდით, დაფიქრდით ცოტა. დაფიქრდით, ცოტა ხო არის ადამიანს თავი ტვინი, ხო გვაქვს? მარტო სხვა არ უნდა ვუყუროთ და დაუჯეროთ, არა. ხო და აი ეს ვინც ძალიან მაგრად მერე რა თქმა უნდა დაიდებენ 1 კილო ტონალურს, დაიდებენ იმ პუდრას, ფიქსატორს, ხო და აღარა ჩანს ამ ყველაფრის ქვეშ კანი როგორი აქვთ. აღარა ჩანს და მე მაგალითად სულ აღარ მინდება ხოლმე რასაც არეკლამებენ ისინი დავიდო ისეთ კანს ავხედავ მაგ გოგოებზე. ხო და აი ეგრე. არ მინდა. მე ჩემი აზრი მაქვს და კარგად მოვედი ამ 56 წლამდე შვენივრად. არა ვარ პრეტენზია არ მაქვს. ხო და თავარია ხალხო, კანისთვის კარგი თავარი არის ის, რომ კვება იყოს სრულფასოვანი, კვება იყოს ბალანსირებული, თავარი არის რომ ბოხმა არ გქონდეს და თავარი ის არის რომ შხამი არ გქონდეს ორგანიზმში და იმან არ დაგაზიანოს. სხვა არაფერი. ხო და ეგეც ეგრე ხალხებო, ეგეთი საქმეები გვაქვს ჩვენ. ეხლა ვდგები, მოვდგები. ხმა გესმით ის მოვიდა. სადარბაზოს დასუფთავება, რომ შემოვდიოდი და მიძახანი ბიჭმა ახალგაზრდა ბიჭი. სხვადასხვები მოდიან, ეტყობა ის არის. კომპანიაა და ვისაც აგზავნიან ხოლმე ის მოდის, იმიტომ რომ სხვადასხვები ხდებიან და ეხლა ახალგაზრდა ბიჭი იყო და არ ვიცი კიდე 2-3 მოდიან. კვირაში 2 ჯერ და ქალბატონო და მიძახა სენიორა კარები და ტოვე ღიაო, კი მეოთხად დავტოვე მეთქი და დაუტოვე. წუხელ ბატონო ზალანდოში შევყე ცხვირი, ხო და ერთი ფეხსაცმელი ჩავაგდე კარელოს, რა ქვია, კარზინკაში, კალათში. ჩემთვის შავი ფეხსაცმელი იყო ესეთი დიდი პლატფორმით ბულდოგი და ვიფიქრე კომფორტული იქნება მეთქი ადვილად სასიარულო და ჩავაგდე. და დავიწყე ინოჩენტესთვის ძებნა, საზაფხულო ბოტასები იყო ფასდაკლებებში, არის რა. ხო და პეპე ჯენს და რაღაც ნორმალური მარკა, ხო და კარგი ფასდაკლებები იყო და იმიტომ თორე მე ხო იცით ცოტაზე არა ვყიდულობ, 50-60% რო არის, უკვე ჩემთვის მაგარია და დავიწყე ინოჩენტესთვის ძებნა, 1 ავიღე, 2 ავიღე და სანამ მე იქ ვეძებ ეს ჩემი ფეხსაცმელი გათავდა. შევედი რომ უნდა ისავქნა. Sí, estoy venendo. Noche. Ciao. ხოდა ეგრე მოხდა და გაბრაზებულმა აღარც ინოჩენტეს აღარ უყიდე და დილას მაინც გული მომილბა და დილას უყიდე და გამოვიწერე და რავი რომ მოვა გაჩვენებ თუ გაჩვენებ.
მოდის გაფხორილი ინდაური ვიჭი. Buongiorno, gamarjoba. გამარჯობა, buongiorno. Tu stai mangiando qualche caramella? Beh, Che io non lo so. Quando esci la mattina? Che Vuoi caramella? solo caffè? Non lo so. perché? Sento odore di qualche caramella. Caffè. Cinozza di caffè, odore di caramella. Siamo venuti a Mario a prendere il caffè. Aha, მეორე ქალაქში წავიდნენ ვაშკაცი-კაცები ყავა რო გადაკარა. Non vuoi che vada a prendere il caffè? Chi ti ha detto? არ უნდა რომ ყავის დასალევად წავიდეს. ვიგითხრა მეთქი. Dai ragazzi. Dai ragazzi, ra. Sto facendo vedere quando abbiamo È pagato diventata una mascalzona. È diventata una mascalzona. Mascalzona gahdaо. Sì, una... Mascalzona არ ვიცი როგორ არის È diventato un bello catanello, è diventato. Innocente, stai attento, dico, per il bene tuo, dico. Grazie. Che avete qualche cosa sotto il blu sotto gli occhi? მე ვთქვი, შენი სიკეთისთვის ვამბობ, რომ თხილათი ყავი მეთქილებნები. შენი სიკეთე რომ მინდა გაფრთხილებ მეთქი რომ თხილათი ყავი მეთქი. Beh, che mi sta facendo vedere? Che mi sta რა facendo არის, vedere? რას გაჩვენებთ? Perché sono andata per la vostra crema parmigiana. Ah, Sceni parmigiano cremistvis stavedi mezzi. Ho trovato le fragole, ho trovato sempre per il vostro Macedoni. sì, Vai. quelle non le devi comprare quelle, che quelle sono piene di veleno. Non italiane Sì. sono. È proprio perché non sono italiane. No, È italiane. italiane proprio perché sono italiane. Innocente, che ho detto io, stai attento. Quelle sono piene di veleno. E non mangiare tu, mangio io, a me si può mangiare. Avete visto? Avete visto? Ega, scamiani o zero, Avete- figurati, quelli sono veleno sempre. Avete visto? Va bene. Ragazzi, ras gaჩვენებთ რა და მეოთხე Come- გაჩვენებთ. To, Come va? Che vi siete dimenticati di noi? ჩვენ სულ დაგვივიწყეთო თქვენო. Penso che... Che dite voi, eh? Vi siete dimenticati? E loro dicono che siamo noi che abbiamo dimenticato. Ma non è vero. მეოთხე ჩვენ გვეუბნებიან მეთქი რომ ჩვენ დავიწყეთ მეთქი ჩვენი გამომწერები და Noi- არ არის მართალიო არ Noi დავიწყეთო. abbiamo passato un brutto periodo, ჩვენ ცუდი პერიოდები გავიარეთ. ma di brutto. Ძალიან ცუდი Io, ცუდი tu glielo პერიოდები. dicesti che mi sono operato agli occhi, non sono stato tanto bene, ო. anche tu, quindi ცუდი პერიოდები გავიარეთ. ყველასა გვაქვს ხო იცით ეგ აღმართები იყო და ერთმანეთის გვერდში დგომით sto dicendo che con stare insieme con l'aiutare a a vicenda. vicenda, bravo. Allora così stiamo superando tutti gli ostacoli e le sfide nella vita. E meno male che il Dio ci fa stare, non dico bene, ma non dico benissimo, ma bene. მადლობას იმას ვამბობ, რომ ღმერთი გვეხმარებაო და მაინც კარგად გვამყოფებსო. Perché uno aiuta l'altro, quindi ხან ერთი ვარ ცუდად, ხან მეორე და ერთმანეთს ავცულით. non vi- ერთმანეთს ვეხმარებით. noi non vi dimentichiamo mai. ჩვენ თქვენ არ გვავიწყდებითო არასოდესო. Forse voi, qualcuno თქვენო, თქვენ დაგვიწყეთ, თქვენ si è მიგვატოვეთ. dimenticato di noi. Comunque, noi accettiamo tutto nella Comunque vita. non possiamo lamentare. Non ci possiamo lamentare. მაინც არ უნდა ვიწუწუნოთ იმიტომ რომ მართლა არ მოვდივართ Però და non მაინც აყვავს ჩვენი ერთგული Non ხალხი. dovete pensare che ci siamo dimenticati di voi. მაგრამ No, თქვენ არ questo იფიქროთ რომ mai. ჩვენ დაგივიწყოთ, ჩვენ არ დაგივიწყეთ. Perché vedete, adesso sto qua a parlarvi insieme a lei e per me è una grande gioia. ეხლა რო აქავარო თქვენთანო და თქვენ გელაპარაკებითო non- ძალიან ბედნიერი ვარო. Anche se purtroppo io non conosco la vostra lingua, però c'è Nana che mi fa da interprete, quindi mi მე კი potete არ ვიცი capire. ძალიან quindi- წყისო რომ არ ვიცი თქვენი ენა, თქვენ ენაზე ვერ გელაპარაკებითო, მაგრამ არა უშავ ნანა ხო არის და E თარგმნის. non vi voglio dire che grande piacere ho stare qui insieme a voi. ვერ გეტყვით როგორ დიდი სიამოვნებაა ჩემთვისო თქვენთან ავარო და თქვენ გესაუბრებითო. Ripeto, se sono mancato C'è un una nostra pochino, Irina Khintibid, ieri ha scritto un commento, ha detto che cosa dobbiamo dire oltre che tutto bene al nostro orgoglio innocente. io vi ringrazio. Commentare un targone Irina. Grazie per i vostri commenti, che sono sempre belli. Sono tutti belli, senza კომენტარებზე კიდე ცალკე მადლობა. nessuna preferenza, sono tutti bellissimi. Sono.
grazie per quello grazie per quello che dite, per noi è una gioia leggerli. Quindi purtroppo voi sapete per la vostra generosità. Quando più grande fai, la vita più dura diventa. უბრალოდ დიხდებიო, ასაკში შედიხარო, იმის თქმა უნდა, ცხოვრება უფრო რთული ხდებაო და ყველა პატარა რამის გადალახვაც კი რთულდებაო, იმიტომ რომ ასაკი როცა გაქვსო და ბებრები ვართო, ხალხო ეგ უნდოდა ერქვა. 10 anni fa, 20 anni fa, era il treno che si fermava quando trovava me. 10 წლის წინაც კიო. 10 anni, 20 anni მატარებელსაც გავაჩერებდი, წინ დაუდგებოდიო. Il treno si doveva fermare davanti მე a თუ me. წინ დაუდგებოდი მატარებელს გაჩერებდი. Prova adesso che adesso si fermerà magari. Adesso mi passa da sopra. ეხლა ზედგა და მივლისო. Adesso non si ferma, mi passa da sopra, mi ammazza, mi uccide. Adesso Ragazzi, referemi, quando ti coccolo, quando come ti grado, che altro oggi vuoi è una dalla bellissima giornata. Approfitto perché sono tornato e visto che Nana sta facendo è un piacere per me fermarvi con voi per chiacchierare, perché ci fa piacere chiacchierare. Spero che questa nostra chiacchierata... Comunque dicevano sotto ogni video di come mai Innocente non vieni più, come mai non fai vedere più Innocente e come mai perché sta sempre con l'accappatoio e non viene. Იმიტომ რომ სახლის ფორმაში როცა არის ხოლმე, მე რო საღამოთი ვიდეოც არ მოდის არ ეკადრება ბიჭი. Per me l'inverno è veramente un inferno. ჩემთვის ზამთარი არის ჯოჯოხეთიო, მართლა ეგრეა, აი როგორც cioè spiega le due cose, inverno e inferno. ho detto ti devo. აუ ხსენი რომ ჩემთვის ჯოჯოხეთიო, აი ზაფხულში როგორც სფინქსი აღსდგეს ესე მოსდის ხალხო, აი სულ სხვადაირი სხვა ხდება, აკლდება 1-10 წელი, ზამთარში ემატება, ho detto l'inverno altri 10 anni prende, l'estate come arriva toglie altri 15. Quindi sia fatta la volontà di Dio, quello che vuole Dio, noi accettiamo, nessun problema. Quello che Dio vuole, vuol dire che quello ci meritiamo, quello che ci dà Dio. Voi state bene, le vostre famiglie, i vostri figli, i vostri mariti, le vostre mogli, i vostri genitori, diciamo che questo è un augurio di tutto cuore che vi mando. Teli gulit gigzawnit am survilso რომ ყველა კარგად იყოთო. Speriamo che il 2026 sia meglio dell'anno passato. Speriamo. იმედი ვიქონიოთ რომ ეს 26 წელი ცოტა უკეთესი იქნება. Comunque dicono che devi essere un po' di sollievo nel senso questo lo diciamo, ma non vedo niente lo diciamo ad ogni inizio di anno nuovo. Ყველა ხალხს კი ვამბობთო, მაგრამ რაც იქნება იქ, quello che sarà sarà. Fra poco mi pare che sto lavorando su una bellissima canzone che spero vi farà piacere, come avete apprezzato la canzone di Massimo Ranieri. კარგ სიმღერაზე ვუშაობ და იმედი მაქვს რომ როგორც ის წინ არა ფალცეტო რო იმღერა იმის io vi წირო და ringrazio per tutti i like e i amore, commenti come che si avete chiamava mandato. amore? Quando l'amore diventa poesia. Quando amore diventa poesia. Massimo Ranieri სიმღერა როგორცო ბევრი ნახვები ქონდა და როგორც მოგეწონათო, ეხაც იმედი მაქვს რომ ასევე მომიწონებთო, რასაც დავდებო. Veramente sono rimasto sorpreso, grazie di tutto. Ma anche la prossima vi assicuro che sarà bellissima. Sarà, non vi annuncio niente, non vi dico niente. È di un altro tipo di musica che so che apprezzerete con amore,
con tanta gioia, quindi mi fermo qui, non vi dico più niente. Se no andrai che dirai. No, non vi dico niente. უნდა გითხრათო და იმედი კი ვააქო, რომ მოგეწონებათო და შეაფასებთო თქვენებურად გულიანათო. I vostri commenti sono stati tanti e voi vedete che io me li leggo tutti e vi rispondo a tutti. E se qualcuno sfugge qualche volta chiedo perdono. თუ რომელიმე გამომჩაო და ისა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდითო, მაგრამ ვცდილობ რომ ყველას ხო ვკითხულობდი სიამოვნებითო და პასუხობ. ხალხო, სიმართლე ვოდირე la verità. მე ვეუბნები სიმართლეს, მომეცი ტელეფონი და უცებ ყველას უპასუხებ მეთქი, არა, დაჯდება კომპიუტერთან და satitaot ყველას აქ პასუხობ თვითონ. Ho detto sto dicendo io dammi il telefonino che io rispondo veloce a tutti, ma lui no, si siede vicino al computer e legge, rotsa utargmis Google, utargmis. Un po' tu mi traduci. Io mi siedo a fianco, non mi paga nessuno. Me guarda uჯდები, utargmi არაფერს არ მიხდის, niente. Pago. E che devi pagare? Tu devi pagare. Ma vai via. Me che io pago, Picria su qua, a Picria piace, questa è quando tu dici io pago. Picria, io pago. Picria su qua sega, e io pago. Me კიდე ვიხდიო ეს წუწუნებს და მამინ უნდა გადაიხადოს ხალხო ამიხსენ საყვარელი მე არ ამყავს სხვა ქმარი მე არ ამყავს და ვინ უნდა გადაიხადოს მამა ჩემი ვალერა კიდე არ მოვა იმ ქვეყანაში. Va bene ragazzi, va bene, ecco adesso sono più contento, sono più felice. ეხა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მოვასწარი ვიდეოსო. Per stare così sono felice veramente. მართლა გეფიცებითო ძალიან უნდა ხოლმე ვიდეოში მოსვლა თქვენთან რამე perché mi mancava, io vi chiedo scusa e perdono, ma non ero in condizioni di მაგრამ ვერ მოვდიოდიო ვიდეოში di fare un video, anzi vi dirò di più, quello che ho dato a quella canzone, ho dato tutto me stesso. Malgrado stavo male, però სუდი პერიოდი გამოვიარეო, ერთი თვე რაღაც წამლებს ვსვავ და არ მithქვია თქვენთვის, თავის პრობლემები, მამრების პრობლემები თქონდა და. Va bene, mamme, papà, figli, figlie, genitori, tutti. ყველასო, დედებს, შვილებს, მამებსო, მშობლებსო, ყველას vi mando un grande abbraccio. გეხოვით ყველასო. È un grande bacio a tutti. Che facciamo? Andiamo? Sì. Andiamo se non si mangia Au revoir, auf Wiedersehen. Ciao. Nino si è messa a ridere ieri. Si è messa a ridere Nino. Come in tedesco stava dicendo Innocente, aspetta, in georgiano devi dire tu Kargat. Naxvamtis ვერ ამბობს ხალხო ხს წარმოთქმა ვერა. Au revoir. Naxvamtis no. Naxvamtis. No, aspetta. Naxvamtis. Bravo. Naxvamtis. არა უშორ მივიღოთ ეგრე. Naxvamtis. Bravo Inoce, bravo. ახალი კურტუკი გვაცვია ბატონო. მე უყიდე, ვინ უყიდიდა? დაიცოდეთ რა ყიდა, აღარ ვიტყვი. მაგრამ ნანა ოხერია და ფასდაკლებებს აპოულობს. მართლა ოღონდ. ხო და ეგ კურტუკი რაღაცა მაგარი ფირმა და 189 евро ღირდა. მაგრამ ნახევარფასში ვიყიდე მე. აი ეგეთი ვარ მე ოხერი. მე ძებ კაცო, ვინც ეძებს კიდე პოულობს, აბა რა ვქნა. წავედი ხალხო ეხლა მე კოცნით, გეხვევით, გეფერებით. ორი დღე არის ცოტათი მუხლი ატირებს საქმეს. Ci vediamo da Creta. Dai, Innocenti adesso. შევხვდებით ახმეტაშიო და ეხლა მივცხობ. Adesso prendo vatipani. ეხლა მე ვთხარი საბერტყელას ავიღებ და მოგცხობ მეთქი. წავედი ხალხო კოცნით ყველას აბა და აბა ხო.